ჩემი ამბავი? სხვათა შორის ძალიან სასაცილო ამბავია. მასალის ნახვა და რეჟისორთან გასაუბრება. ხმამაღალი რეპეტიცია, ხმო რეპეტიცია, ჩაწერა. მინდა რომ რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რაც ძალიან გამოგადგებათ. მოდი განვიხილოთ ის კომპონენტები, რომელიც ამ ტექსტში გვხვდება. სხვისი პატივისცემა ჩვენ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ერთგულო გამომწერებო და ჩემო მომავალო გამომწერებო, მე ყოველთვის ვესალმები მათ, იმიტომ რომ ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ აუცილებლად გახდებით ჩემი გამომწერები, იმიტომ რომ დღეს ვხებით ძალიან საინტერესო თემას და ეს არის გახმოვანება. ეხლა რატო ვეხებით და ვინც პირველად მხედავთ საერთოდ რა შუაში ვარ გახმოვანებასთან. დიდი ალბათობით ჩემი სახე სადღაც მაინც ნანახი გექნებათ, მაგალითად სერიალში მარჯვენა სანაპირო ან იდეალური დედა ან ბამბის აღმართი, მაგრამ ჩემი ხმა კიდევ უფრო დიდი ალბათობით გექნებათ მოსმენილი. მე ვახმოვანებ ყველაფერს, ფილმებს, გალერეა გურმეს პატივცემულო სტუმრებო. ჩემი სახელია ვილი ვონკა. ანიმაციებს? არა, მე ახალი სუპერგმირი ვარ. მე სინდრომი მქვია. თუნდაც რეკლამებს. მეც ნუ გამოსწდი. გადაიხადე Paybox-ით. ერთი სიტყვით მე ვარ მსახიობი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა იქნება გახმოვანება. მინდა ორი სიტყვით გითხრათ, რატომ მომინდა საერთოდ მსახიობობა და განსაკუთრებით გახმოვანების მსახიობობა და რა მნიშვნელობა აქვს ხმას თხრობაში. მსახიობობამ პრინციპში ბავშვობიდან მიმიზიდა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა სათავგადასავლო ფილმები და ყოველთვის მინდოდა, რომ მეც ისეთი თავგადასავლები გადამხდენოდა თავს, რაც იმ პერსონაჟებს გადახდებოდათ ხოლმე. იქნებოდა ეს ჯეკ ბეღურა, ფროდო ბეგინსი, ნარუტო, ლუფი და ასე შემდეგ. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ გახმოვანების ულტოლვაც სწორედ ამ ფილმების სიყვარულის გამო გამიჩნდა და უფრო კიდევ იმის გამო, რომ ყოველთვის ამ ქვეყანაში ჩვენს ბედყრულ საქართველოში იყო კარგი ხარისხიანი გახმოვანების დეფიციტი. ალბათ სწორედ ამიტომ გამიჩნდა პროტესტი და გადავწყვიტე, რომ როცა გავიზრდებოდი, ყველანაირ ყველაფერს გავახმოვანებთ. და რა თქმა უნდა, რაჯობია კარგი და სასიამოვნო ხმით მოთხრობილ საინტერესო ამბავს. პრინციპში ყველა ადამიანის ცხოვრება ხო ამბავია, ასე რომ მოვყვეთ ამბებს. მოკლედ, მოდი უშუალოდ გადავიდეთ საქმეზე. საქართველოში ძირითადად არსებობს ორი სახის გახმოვანება. ესენია voice-over და დუბლირება. voice-over ის არის პროცესი, როდესაც ორი ან მეტი მსახიობი, ქალები და კაცები შედან გახმოვანების ჟიხურში დაახმოვანებენ ფილმს ისე, რომ მაყურებელს ესმის ფილმის ორიგინალი ხმაც და გამხმოვანებლების დამატებული ქართული ხმა. voice-over-ის დროს არ არის აუცილებელი, რომ მსახიობმა ზუსტად ერთ-ერთში გადმოსცეს ორიგინალი მსახიობის ხასიათები. voice-over-ის დროს ქართული მსახიობის ამოცანა არის ის, რომ სწორად გადმოგცეს ის ინფორმაცია, რასაც პერსონაჟი განიცდის. თუმცა ასევე ძალიან დიდი შეცდომაა ის, რომ ყველა ფრაზა ერთმანეთს გავდეს. მაგალითად, გამარჯობა, მიყვარხარ, მოგკლავ. ხო, ამიტომ აუცილებელია, რომ მსახიობმა მაინც გაითვალისწინოს ის მოცემული მდგომარეობა, რაშიც პერსონაჟი იმყოფება და ზედაპირულად გადმოგცეს ამის შესახებ ინფორმაცია. ახლა გივახსენოთ დუბლირება, რომელზეც დღეს უშუალოდ კონცენტრირდებით და ვნახავთ ზუსტად როგორ მიდის ჩაწერის პროცესი. რა ნაბიჯებია გასავლელი, რა არჩევები შემიძლია მოგცეთ. ვისაუბრებთ იმ ნაბიჯებზე, რა ნაბიჯებიც გასავლელია უშუალოდ ჩაწერის დროს. გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, მოგცემთ პატარა არჩევებს, დიდ რჩევებსაც მოგცემთ და ვეცდები, რომ მაქსიმალურად გადმოვცე ის პროცესი, რასაც დუბლირების მსახიობები გავდივართ შემოქმედებითი პროცესის დროს. აუცილებლად უნდა გავუშვა ხაზი იმას, რომ ეს ვიდეო არის ძირითადად ტექნიკური ხასიათის და არა შემოქმედებითი. ამიტომ ჩვენ არ ვისაუბრებთ სამსახიობო ოსტატობაზე. ეს თავისთავად ცხადია, რომ დუბლირების მსახიობი აუცილებლად უნდა იყოს გამოცდილი სამსახიობო ოსტატობაში. ასევე არ ვისაუბრებ პერსონაჟის შექმნაზე, თუნდაც ანიმაციური პერსონაჟის, რომელიც მულტფილმებისთვის ან რეკლამებისთვის იქნება. იმიტომ რომ ეს უკვე როლის შექმნის პროცესია და ამის შესახებ თქვენ განათლებას უფრო ზუსტად მიიღებთ სამსახიობო უნივერსიტეტებში და კონკრეტულ დაწესებულებებში. თუმცა ამ ყველაფრის ჩემს საკუთარ გამოცდილებაზე მოდი სხვა ვიდეოში ვილაპარაკოთ. მოდი ჩამოთვალოთ 4 ძირითადი ნაბიჯი, რასაც გავდივართ დუბლირების მსახიობები უშუალოდ ჩაწერის დროს. პირველი ნაბიჯი: მასალის ნახვა და რეჟისორთან გასაუბრება. რას ნიშნავს მასალის გაცნობა და რეჟისორთან გასაუბრება? როდესაც უკვე ჩაწერის დღე გვაქვს და მივდივართ სტუდიაში, ჩვენ პირველ რიგში გავესაუბრებით რეჟისორს. რეჟისორი გვეტყვის თუ რაზეა ფილმი, როგორია ჩვენი პერსონაჟი. მოდი რეჟისორის როლზე მოგვიანებით კიდევ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. მოკლედ, მასალის გაცნობა ნიშნავს პერსონაჟის გაცნობას, მის ხასიათების გაცნობას, მის ენერგიის გაცნობას. უნდა შევარჩიოთ კონკრეტული ხმის ტემბრი თუ საჭიროა, უნდა შევიცვალოთ, თუ საჭიროა ხმას ძალა უნდა მივცეთ, თუ საჭიროა უნდა მოუკლოთ, დავიმახსოვროთ
ყველანაირი მისი მოძრაობა, ქმედებები, ჟესტები იქნება ეს წარბის შეხრა თუნდაც ან ხელების მოძრაობა. აქვე უნდა ვახსენო, რომ დუბლირების მსახიობისთვის ხმის დიაპაზონის ცვლილება არის ძალიან კარგი უპირატესობა, მაგრამ არ არის სავალდებულო, რომ თქვენ ეს უნიკალური ნიჭი გაგაჩნდეთ. ასე რომ თუ გაქვთ ილუზია, რომ აი ძმაო მე ხმებს ვერ ვიცვლი და ესე ვერ ვაკეთებ, ეს უბრალოდ დამატებითი ატრიბუტიკაა მსახიობისთვის, რომელსაც ის ან გამოიყენებს, ან არ გამოიყენებს. ხშირ შემთხვევაში, როდესაც რეჟისორები გვეძახიან კონკრეტულ როლებზე, მან იცის ჩვენი შესაძლებლობები და იცის, რომ თუ შემიძლია მე ხმის შეცვლა გამოვიყენებ, ამ უნარებს თუ არ შემიძლია, მაშინ ჩემი ხმით ჩავწერ. ასე რომ ერთი სიტყვით თუ ეს უნარი არ გაგაჩნიათ, ყველაფერი წინ არის. მეორე ნაბიჯი. ხმამაღალი რეპეტიცია. ხმამაღალი რეპეტიციის დროს ჩვენ ძალიან ხშირად ვუსმენთ იმ მომენტს, რომელიც უნდა გავახმოვანოთ. ხშირ შემთხვევაში ეს მომენტი შედგება 2-3 ფრაზისგან ან მეტისგან, რამდენსაც შევძლებთ. ხმამაღლა ვისმენთ და ხმამაღლა ვკითხულობთ ტექსტს, რათა შევადაროთ და გავიგოთ თუ რამდენად ზუსტია ტექსტის ქრონომეტრაჟი და ასევე საზღვრავთ რა დროს, რა მომენტში ავიღოთ პაუზები, სუნთქვები, შორისდებულები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმდენჯერ უნდა გავაკეთოთ, რამდენჯერაც დაგვჭირდება. რომ რა თქმა უნდა მაქსიმალურად თავდაჯერებულები ვიყოთ და ჩაწერის დროს ზუსტად გადმოვცეთ ის სათქმელი, რასაც პერსონაჟი გვეუბნება. მესამე ნაბიჯი, ეს არის უხმო რეპეტიცია. უხმო რეპეტიცია ძალიან საჭიროც კია მე თუ მკითხავთ დუბლირების მსახიობისთვის, იმიტომ რომ ზუსტად ამ მომენტში ის კიდევ ერთხელ ისმენს მოცემულ მასალას და გულში თავისთვის სვამს מחვილებს, იღებს პაუზებს, ასე შემდეგ და უფრო თავდაჯერებული ხდება ამ პროცესში, უკვე ჩაწერის დროს გაცილებით თამამად და თავისუფლად ჩაწერს და უფრო 100%-იანი იქნება ის დუბლი, ვიდრე სხვა დანარჩენი. ასე დროც დაიზოგება და ყველანი კარგად ვიქნებით. მეოთხე და მთავარი ნაბიჯი ეს არის ჩაწერა. ეს უკვე არის უშუალო პროცესი, როდესაც ჩანაწერს ვაკეთებთ და დუბლირების რეჟისორი საბოლოო ჯამში გვეუბნება ავთენტურია თუ არა ჩვენი ჩანაწერი პერსონაჟთან. ერთი სიტყვით ველოდებით მის დასტურს და თუ ის ჩათვლის, რომ ესე იგი ჩვენი ჩანაწერი ავთენტურია და ზუსტად გადმოსცემს ყველა იმ საჭირო ასპექტს, რომელსაც ორიგინალი პერსონაჟი გვეუბნება, მაშინ დატოვებს იმ ჩანაწერს და გადავდივართ შემდეგ მომენტზე. და ვიწყებთ ყველაფერს თავიდან. ამ ყველაფერს რამდენიმე წუთში პრაქტიკაში აუცილებლად გამოვცდით და ეს უბრალოდ თეორიული მასალაა, რომელიც დაგვჭირდება პრაქტიკაში გამოსაყენებლად. მაგრამ სანამ უშუალოდ ჩაწერის პროცესზე გადავალთ, მინდა რომ რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რაც ძალიან გამოგადგება დუბლირების დროს. პირველი ეს არის მოინიშნეთ თქვენი პერსონაჟის ფრაზები. ხშირ შემთხვევაში დუბლირების დროს ტექსტი გვაქვს ფურცლებზე, ამობეჭდილი და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კალმით ჩვენი პერსონაჟის ფრაზები გავხაზოთ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ციფრულად გვექნება ტექსტი, მაინც ზუსტად დაგიხატავთ როგორია დუბლირების ტექსტი. მოკლედ, როცა დავინახავთ ჩვენი პერსონაჟის სახელს, უბრალოდ ხაზი გავუსვათ, დროსაც დავზოგავთ და თქვენც უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. მეორე რჩევა, რაც მინდა მოგცეთ, ეს არის დავიმახსოვროთ ვიზუალურად ან სმენით რა მომენტში იღებს პერსონაჟი პაუზებს. ერთი სიტყვით რაღაც ქმედების და ფრაზის დამახსოვრებით უფრო ზუსტად მივხვდებით კონკრეტული პაუზები, სად უნდა ავიღოთ, სად უნდა დავსვათ מחვილები, გამოვიყენოთ შორისდებულები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, რეპეტიციის დროს უნდა განისაზღვროს. გარდა პაუზებისა, სხეულის ენა გვაწვდის ძალიან დიდ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, როდის უნდა დავამთავროთ ლაპარაკი, როგორი ხასიათი მივცეთ პერსონაჟს და ერთი სიტყვით რა ქვეტექსტი აქვს მას სათქმელი. ხო, მესამე რჩევა, ბარემ იმას გეტყვით, რომ ჩაწერის დროს ან რეპეტიციის დროსაც პრინციპში გავაკეთოთ ამ ჟესტების იმიტაცია. იმიტომ რომ ეს ძალიან დაგვეხმარება, როგორც იქცევა ორიგინალი პერსონაჟი, სიტყვაზე ეძახის თუ რას აკეთებს, ჩვენც ანალოგიურად გავაკეთოთ იგივე ჟესტიკულაცია, იმიტომ რომ ეს ძალიან დაგვეხმარება ორგანულობის განცდაში. ეხლა რა არის ორგანულობის განცდა? როდესაც შენ ხარ ჯიხურში, გახმოვანების ჯიხურში და რაღაცა ეხლა მე კი სახლში ვარ, მაგრამ როდესაც შემოსაზღვრულ ესეთ იზოლირებულ ოთახში ხარ და მიკროფონის და ეკრანის გარდა არაფერი გაქვს, ძალიან რთულია იმუშაო შენს წარმოსახვით უნარზე. ასე რომ ეს ჟესტიკულაციები ძალიან დიდ ბიძგს აძლევს მსახიობს, რომ მიიღოს ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაში იმყოფება თავისი პერსონაჟი და ზუსტად ანალოგიურის გამეორებაში გვეხმარება. დაიმახსოვრეთ, არა მარტო დუბლირებაში, არამედ მსახიობობაში ყველაზე დიდი როლი უჭირავს წარმოსახვის უნარს. მე თუ სწორად წარმოვიდგენ ჩემი პერსონაჟი რა მდგომარეობაშია და სწორად გადმოვცემ ამას, საქმე გაკეთებული. შემდეგი რჩევა. აუცილებელი არ არის ფრაზების დაზეპირება, მაგრამ ძალიან დაგეხმარებათ. პრინციპში გაცილებით მეტი დრო დაგრჩებათ იმისთვის, რომ ინტერპრეტაცია გაცილებით ზუსტად და სწორად მოახდინოთ და მთავარი პრინციპში ეგ არის. გადავიდეთ შემდეგ რჩევაზე. გახსოვდით, დუბლირების რეჟისორი და ხმის რეჟისორი არიან თქვენი საუკეთესო მეგობრები. ეხლა ვინ არიან ესენი?
მოკლედ დუბლირების რეჟისორზე 1-2 სიტყვა ვთქვით და კიდევ უფრო ბევრს ვიტყვით მის შესახებ და ხმის რეჟისორი გახლავთ პიროვნება, რომელიც უშუალოდ ჩაწერის დროს აკონტროლებს ციფრულ სამყაროს. ანუ გადავიდეთ მინიშნებებს, როდის დაიწყოთ, გასმენინებთ ჩანაწერს, გასმენინებთ ორიგინალ ჩანაწერს, თქვენივე ჩანაწერს, ადარებს ერთმანეთს, ცდილობს რომ ზუსტად დასვას. თუ მაგალითად ერთ ფრაზას სწორად ჩავწერთ და მეორე ფრაზა გავაფუჭეთ, ის მაქსიმალურად ეცდება რომ პირველი ფრაზა მოარგოს პერსონაჟს და მეორე ფრაზა უკვე თავიდან ჩავწეროთ და პირველზე აღარ ვიწვალოთ. ერთი სიტყვით პატივი ეცით თქვენი გუნდის წევრებს. გადავიდეთ შემდეგ რჩევაზე. გაითვალისწინეთ რომ ყურსასმენის გამოყენება და პერსონაჟთან პარალელური გახმოვანება შეიძლება თავიდან დამაბნეველი იყოს, მაგრამ ეს დაბნეულობა 15 წუთში ზუსტად მოგეხსნებათ. ყველაზე ბევრი 15 წუთში მოგეხსნებათ. მარტივად დაიწყებს შემდეგ უკვე ტვინი აზროვნებას და უკვე მარტივად ადაპტირდება, მალე დაეწევა ენა ტვინს. კარგად დაიმახსოვრეთ ახლა რასაც ვიტყვი. დუბლირება არ არის მხოლოდ დროის და პირის მოძრაობის პერსონაჟზე დამტყვევა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საქმეში არის იმ გულწრფელობის, იმ ემოციების, იმ თავარი სათქმელის ზუსტი გადმოცემა, რომელსაც პერსონაჟი გვეუბნება. ჩვენ უნდა მოვისმინოთ პერსონაჟის ფრაზა და უნდა წარმოვიდგინოთ თუ როგორ გადმოსცემდა იგივე ფრაზას, იგივე პერსონაჟი ქართულ ენაზე. მაგალითად, ძალიან ხშირად გვეპარება ხოლმე დუბლირების მსახიობებს ისეთი შეცდომები, როგორიცაა ქართული ინტონაციების მაგივრად ინგლისური ინტონაციების გამოყენება. აი, მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც გოგო შედის საშიშ სახლში და ეძებს თავის მეგობარს და ამბობს: "ჯეიკ, და ნახე ხა? სანდრო?" ხო, სასაცილოა. ასე რომ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ ჩვენს ენას ვცეთ პატივი და გამოვიყენოთ ისეთი ინტონაციები, როგორიც ქართულ ენას შეესაბამება და არა ინგლისურს, ჩინურს, კორეულს თუ ფრანგულს. აუცილებლად უნდა მოუვაროთ ხმას. განსაკუთრებით 24 საათით ადრე სანამ ჩაწერა გექნება. დაისვენეთ მაქსიმალურად და რაც შეგიძლიათ მაქსიმალურად უფრთხილდით კონდიციონერებს, შაქრიან სასმელებს, ტკბილს ზოგადად, მაგას ისედაც უნდა ერიდოთ და ალკოჰოლსაც ისედაც უნდა ერიდოთ. სასურველია რომ ჩაწერის დროს გედგათ ჭიქა წყალი, რომ პირი არ გამოშრეს და წყლაპუნები არ წამოვიდეს პირიდან. წყლაპუნები ნიშნავს ამას. სხვათა შორის გამიგია რომ მწვანე ვაშლიშველის წყლაპუნებს, იმიტომ რომ მწვანე ვაშლი ხომ მჟავეა. და რაღაცა შენი მიდის რა პროცესები. ასევე ძალიან კარგი იქნება თუ ჩაწერამდე გაახურებთ ხმას და პირის აპარატს. მაგალითად, ჩემთვის ხმის გახურების ყველაზე ესეთი საუკეთესო საშუალება გახლავთ სიმღერა. ასე რომ სანამ ჩაწერაზე მივხვალთ, იცით რაც უნდა გააკეთოთ. პირის აპარატის გახურებაში საღაჭი რეზინი მეხმარება ყველაზე კარგად, ანუ უფრო მოქნილი ხდება ეს კუნთი, ყბის კუნთები, ენა და უფრო მოქნილი ხდება შენი მეტყველებაც. ხმის და მეტყველების გასახურებლად, რა თქმა უნდა, მეტყველების სავარჯიშოებიც არსებობს ცალკე, მაგალითად, შეგიძლიათ დაიწყოთ აი ესე გახურდება ხმა. ან აი ესეთი სავარჯიშოები თქვათ, და ასე შემდეგ. ხო, არსებობს კიდევ ასეთი პრაქტიკა, როდესაც მსახიობი მიდის ჩაწერის დროს ის ხმის გაფრთხილების მიზნით, ანუ ჩვეულებრივ სასაუბრო სცენებს ცალკე წერს და თუ სადმე ყვირილი, ტირილი, ჟღავილია საჭირო, იმ სცენებს ცალკე წერს. ამას ახლა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, დადებითი არის ის, რომ თუ მაინც სწორ ტექნიკას ვერ ვფლობ ყვირილის დროს, მაშინ შეგიძლია რომ ცალკე ჩაწერო და ხმას მოუფრთხილდე და მერე გაფუჭებული ხმით იყვირო და რაც გინდა ისქნა. მაგრამ უარყოფითი მხარეები არის ის, რომ როდესაც შენ სიტყვაზე ერთ სცენაში რომ მქონდეს ჩვეულებრივი ლაპარაკიც და ყვირილიც, ჩვეულებრივ ლაპარაკს რო ჩაწერ და გააგრძელებ მერე ფილმის ჩაწერას და სხვა სცენაზე გადახვალ, მერე რომ მოუბრუნდები ყვირილების ჩასაწერად, შეიძლება უკვე ავთენტურობა დაკარგოს სცენამ და ხმებს შორის, ხასიათებს შორის უпроსტად ძალიან დიდი სხვაობა მივიღოთ. მოდი ახლა წარმოვიდგინოთ, რომ პირველად დაგვიძახა რეჟისორმა ჩაწერაზე და მივდივართ სტუდიაში. ხშირ შემთხვევაში
კი არა და პრინციპში ყოველთვის პერსონაჟის გაცნობა ხდება კასტინგის დროს. ყველა დიდი სტუდია, რომელიც საქართველოში ოფიციალურად აკეთებს დუბლირებას, ესენია Disney, Universal Pictures, Warner Bros. Თუ სხვა დიდი სტუდიები, ყველა ასეთი სტუდია აკეთებს პერსონაჟების კასტინგებს სტუდიებში. კასტინგის დროს, როდესაც რეჟისორი უყურებს მისთვის სპეციალურად გამზადებულ ჩანაწერს, სადაც მაქსიმალურად არის გამოჩენილი პერსონაჟის ხასიათების პალიტრა, ის პარალელურად სტუდიისგან იღებს ცალკეულ დოკუმენტს, სადაც აღწერილია კონკრეტული პერსონაჟის ზუსტი მახასიათებლები. შემდეგ უკვე რეჟისორი არჩევს რამდენიმე მსახიობს, რომლებზეც თulis რომ სიტყვაზე მოერგებიან ხასიათით, ხმის ტემბრით ამ პერსონაჟებს და ასე შემდეგ. აი ზუსტად ამ დროს, როდესაც მივდივართ კასტინგზე, უკვე გვექმნება ზედაპირული წარმოდგენა ჩვენი პერსონაჟის შესახებ. ხოლო როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი ბუმბერაზის სტუდიები დაგვამტკიცებენ როლებზე, უკვე მერე სიღრმისეულად ხდება პერსონაჟის, სიუჟეტის და ყველაფრის გაცნობა. თუმცა არსებობენ გამონაკლისები, მაგალითად Disney-ის შემთხვევაში ეს არის თუნდაც Marvel-ის ფილმები, როდესაც ჩვენ არ გვაქვს უფლება მიუხედავად იმისა, რომ გაუთქმელობის ხელშეკრულებას ვაწერთ ხელს, მაინც არ გვაჩვენებენ ბოლომდე ჩანაწერს და ხშირ შემთხვევაში ეს ჩანაწერი მოდის დაფარული, მხოლოდ პირის აპარატი ჩანს კადრში, იმისთვის რომ ჩვენ სიტყვაზე ხმის რეჟისორმა რაღაცას რო ჩავწერთ, ზუსტად პირის მოძრაობაზე დაამთხვიოს ქართული ჩანაწერი. ერთი სიტყვით რეჟისორი მთელი ჩაწერის დროს ჩვენთანაა და ის აკონტროლებს ყველანაირ დეტალს. მასზე უკეთ არავინ არ იცის ჩვენ მიერ წარმოთქმული ფრაზა ავთენტურია თუ არა პერსონაჟისთვის. სულ რამდენიმე სიტყვით შევეხები ტექსტის თემას და მოდი გადავიდეთ ჩაწერის პროცესზე. ტექსტის დაზუსტება. მე ძალიან ხშირად მსმენია პრეტენზია მაყურებლის მხრიდან, რომ ჩვენ ორიგინალი ფილმის ტექსტი შევცვალეთ. სინამდვილეში აქ რამდენიმე დეტალი იკვეთება და რატო? როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვაკეთებთ უცხოური ფილმის დუბლირებას ქართულად, ამ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ფილმი ქართულად ადაპტირებული გახდეს და რა უბრალოდ გახმოვანებული. შესაბამისად, როდესაც ამერიკულ ფილმში ან ინგლისურ ფილმში გვესმის ფრაზა break a leg, უნდა მივხვდეთ, რომ პერსონაჟს ფეხის მოტეხვას არ უსურვებს და უსურვებს წარმატებას. ხო, ეს ფრაზა break a leg დაამკვიდრდა, ასე ვთქვათ, ძველი დროის ინგლისში, როდესაც მაყურებელი აპლოდისმენტების მაგივრად, როდესაც მიდიოდა სპექტაკლზე ან წარმოდგენაზე, აპლოდისმენტების მაგივრად სკამს ურახუნებდა მიწას. ან ფეხს ურახუნებდა სკამს. და მოკლედ ხშირად ამ სკამის ფეხები ტყდებოდა. ანუ შესაბამისად სკამებზე ფეხების დატეხვა ითვლებოდა ძალიან დიდ წარმატებად სპექტაკლისთვის თუ სანახაობისთვის. და შესაბამისად აქედან წამოვიდა ეს ტერმინი, რომ ფეხი მოიტეხე, ანუ ფეხის მოტეხვას არ გულისხმობს, სკამის ფეხის მოტეხვას გულისხმობს და ნიშნავს ძალიან დიდ წარმატებას სურველისთვის. ამით მთავარი სათქმელი რა არის? რომ ტექსტის ცვლილებით ფილმი არ დააზიანდება. მთავარი არის, რომ კონტექსტი არ შეიცვალოს. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც იცვლება ხოლმე ტექსტი, ეს არის ქრონომეტრაჟი, რომ პირზე ზუსტად დააჯდეს პერსონაჟს. ამ შემთხვევაშიც იგივე პრინციპი მოქმედებს, რა თქმა უნდა, ტექსტის ცვლილებას არ აუშავს, თუ არ იცვლება ქრონომეტრაჟი. ეს ბანერი აქ გამოვაკრობ ამ ბანერს. აქვე უცებ ვიტყვი, რომ ინგლისურის ან ფრანგულის ან ნებისმიერი ენის, რომელზეც ფილმია, იმის ცოდნა არ გვჭირდება, რომ ქართულად გავახმოვანოთ ფილმები. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი უპირატესობაა, როდესაც ინგლისურს ფლობ, პირობითად ვამბობ. ეს ძალიან გვეხმარება დროის სწორად გათვლაში, პერსონაჟის სათქმელის უკეთ გაგებაში, ზუსტად ხვდებით, რომელ სიტყვაზე თუ ფრაზაზე სვამს მსახიობი מחვილს და ერთი სიტყვით ძალიან გვეხმარება თუ იმის გაგებაში თუ რა სურს პერსონაჟს. მოდი ახლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე, ჩაწერის პროცესზე. გახსოვთ ხო, პირველი ნაბიჯი რა იყო? ეს იყო მასალის გაცნობა. მოდი ახლა გავეცნოთ იმ მასალას, რომელსაც ახლა ჩავწერთ და გავახმოვანებთ. აბა წავიდა. Ridiculous, dog. What's your story? My story? Oh, it's actually a very funny story. Back when I was a pup, me and my litter mates lived with a family full of pranksters. We liked to play hide and seek, and I was always it. Pick on the little guy, am I right? They tried putting me in a packing crate, a dumpster. No matter how hard they try, I'd always find them. So one day, they get creative, and they put me in a sock with a rock in it, and then throw me in a river. I gnawed a hole in the sock, and I swam to the surface. Never found them, or my litter mate, so I guess I'm still it. That is the saddest funny story I've ever heard. Well, joke's on them. That sock they put me in, I grew into it. So, I got a great story and a free sweater out of it. Win-win!
მოკლედ მშვენიერი მონაკვეთია. ალბათ შეამჩნევდით, რომ ფილმის ზედა მარჯვენა კუთხეში გვაქვს მოცემული ტაიმერი, ანუ იგივე ტაიმკოდების მაჩვენებელი. ტაიმკოდების მაჩვენებელი რაში გვჭირდება? როდესაც ჩვენ რაღაც კონკრეტულ ფრაზას ჩავწერთ და უკვე ჩვენი პერსონაჟი დიდი ხნის განმავლობაში არ არის ფილმში, გადავალთ იმ ტაიმკოდზე, რომელიც სადაც ჩვენი პერსონაჟი შეგვხვდება. ტაიმკოდები არის იმისთვის, რომ ვუკარნახოთ ჩვენს ხმის რეჟისორს თუ დუბლირების რეჟისორს, რომ გადავიდნენ იმ მონაკვეთზე, სადაც ჩვენი პერსონაჟი იწყებს საუბარს. ახლა მისი აღმატებულება ტექსტი. მოდი განვიხილოთ ის კომპონენტები, რომელიც ამ ტექსტში გვხვდება. ესენია სათაური, ტაიმკოდების მაჩვენებელი, პერსონაჟების მაჩვენებელი და ტექსტის მაჩვენებელი. ტაიმკოდებზე უკვე ვისაუბრეთ, უკვე მიხვდებოდით, რომ 10 აგერ მილიწამზე იწყებს ფისო ლაპარაკს, 4 წამსა და 6 მილიწამზე პერიტო ლაპარაკს, მთელი ეს ტექსტი აქვს სათქმელი, ასევე გვაქვს ნახეთ რემარკები, იცინის, ყნოსავს, ჩაცინება იცინის, გაიხალისიანი პერსონაჟია ეს პერიტო. მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ ჩაწერაზე, რაშიც დაგვეხმარება პროგრამა Wondershare Filmora 14 და მიკროფონი Shure MV7+. ამ პროგრამის ცოდნა თქვენთვის აუცილებელი არ არის, ამიტომ ტექნიკურ დეტალებს ხაზს არ გაუსვამ და მოდი მივხედოთ ჩვენ საქმეს დუბლირებას. დავიწყოთ. პირველი ნაბიჯი იმედი მაქვს გახსოვთ რაც იყო, მასალას გავეცანით. ახლა მეორე ნაბიჯი, ხმამაღალი რეპეტიცია. ნახოთ, დავიწყოთ. Yeah. Why are you so ridiculous, dog? What's your story? My story? ჩემი ამბავი? ო, სხვათა შორის ძალიან სასაცილო ამბავია. როცა ლეკვი ვიყავი, მე და ჩემი და-ძმები ერთ ოჯახში ვცხოვრობდით. ამ ოჯახში ყველა უნავარი იყო. დამალობანას ვთამაშობდით ხოლმე და მე ყოველთვის ვიხუჭებოდი. პატარას ჩაგრადნენ ხო ხდებით? მოკლედ ხან ყუჩი მტოვებდნენ, ხან სანაგვეში. რაც არ უნდა ძალიან ეცადათ, მათ მაინც ვპოულობდი. ხო და ერთ დღეს უფრო დაჭკვიანდნენ. წინდაში ჩამსვეს, თან ქვა გამოაბეს და მდინარეში მომისროლეს. მერე წინდა შუაში გავხიე და ზედაპირზე ამოვცურე. ვეღარ ვიპოვე ვერც ჩემი და-ძმები, ასე რომ That is the saddest funny story I've ever heard. Well, რა ვიცი, თვითონ იდარდონ, ის წინდა რომელშიც მაშინ ჩამსვეს, დღესაც ზედმაცვია. მოკლედ, მაგარი ამბავიც გადამხდა და უფასო ზედაც შემრჩა. მოგებული ვარ. აი ესე ჩაიარა ჩვენმა პირველმა რეპეტიციამ, რაღაცეები აგვერია კიდეც. მოდი კიდევ ერთხელ გავყვეთ და კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავირეპეტიციოთ და შემდეგ უკვე უხმო რეპეტიციოთ. ამ პრინციპში მოდი პირდაპირ უხმო რეპეტიციოზე გადავიდეთ. წავიდა. Why are you so ridiculous, dog? What's your story? my story? ჩემი ამბავი? It's actually a very funny story. Back when I was a pup, me and my litter mates lived with a family full of pranksters. We like to play hide and seek, and I was always it. Pick on the little guy, am I right? They tried putting me in a packing crate, a dumpster. No matter how hard they try, I'd always find them. So one day, they get creative, and they put me in a sock with a rock in it. And then throw me in a river. I gnawed a hole in the sock, and I swam to the surface. Never found them, or my litter mates, so I guess I'm still it. That is the saddest funny story I've ever heard. Well, ნაუჭი, joke's on თვითონ them. იდარდო. That sock ის they წინდა put me რომელშიც in, მაშინ ჩამსვეს, I grew დღესაც into it. ზედმაცვია. So, I got a great story and a free sweater out of it. Win-win. მოგებული ვარ. კარგი, მოკლედ მე ახლა შევნიშნე, რომ აქ პატარა ტექსტის ცვლილება გვჭირდება. ვეღარ ვიპოვე. აქ ჯობია რომ ვერავინ ვიპოვე ჩავსვათ, იმიტომ რომ ტექსტის ავთენტურობას პრობლემა არ შეექმნას. ვერავინ ვიპოვე. ვერ ჩემი და-ძმები. ასე რომ მგონი ისევ მე ვიხუჭები. ხო. კარგი. გავიარეთ 3 ეტაპი, ესე იგი მასალა ვნახეთ, ხმამაღლა ვირეპეტიციეთ და ჩუმადაც ვირეპეტიციეთ. ახლა გადავიდეთ უშუალოდ ჩაწერის მომენტზე. მე შევამჩნიე, რომ ჩემი ხმა ძალიან ხმამაღლა მესმის მიკროფონიდან. ასე რომ უნდა ვეცადო, რომ ისეთი ხმა შევარჩიო, რომელიც უფრო თავისუფლებას მომცემს და უფრო ასე მალაპარაკებს. აბა ვნახოთ, რომელი შეიძლება იყოს, რომელიც არ გაგვიპიკავს. პიკი ნიშნავს ხმის გაფუჭებას, ანუ იმდენად ხმამაღლა მიიღებს მიკროფონი ჩემს ხმას, რომ უკვე გაიფხრიწება. ასე რომ იცი რა, მე მოდი თვითონიდან. აბა ვცადოთ. Yeah.
Why are you so ridiculous, dog? What's your story? My story? ჩემი ამბავი? სხვათა შორის ძალიან სასაცილო ამბავია. როცა ლეკვი ვიყავი, მე და ჩემი და-ძმები ერთ ოჯახში ვცხოვრობდით. ამ ოჯახში ყველა მონავარი იყო. დამალობანას თამაშობდით ხოლმე და მე ყოველთვის ვიხუჭებოდი. პატარას მჩაგრავდნენ, ხო ხდებით? მოკლედ, ხან ყუთში მტოვებდნენ, ხან სანაგვეში. რაც უნდა ძალიან ეცადათ. კარგი, მოდი აქ შეგვეშალა. ხან სანაგვეში. მოკლედ შეგვეშალა და მოდი ახლა პატარა შესწორებები შევიტანოთ ამ ჩანაწერში და ბარემ პირზე დავსვათ ჩვენი პერსონაჟის მოძრაობები. Your story. ჩემი ამბავი? სხვათა შორის ძალიან სასაცილო ამბავია. როცა ლეკვი ვიყავი, მე და ჩემი და-ძმები ერთ ოჯახში ვცხოვრობდით. ამ ოჯახში ყველა მონავარი იყო. დამალობანას თამაშობდით ხოლმე და მე ყოველთვის ვიხუჭებოდი. პატარას მჩაგრავდნენ, ხო ხდებით? აჰა. აქამდე მე მგონი მშვენივრად ზის. ეხლა მოდი ყნოსვის ეპიზოდი კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ბოლო ფრაზა და ისევ გავაგრძელოთ ჩანაწერი. პატარას მჩაგრავდნენ, ხო ხდებით? მოკლედ, ხან ყუთში მტოვებდნენ, ხან სანაგვეში. რაც არ უნდა ძალიან ეცადათ, მათ მაინც უპოულობდი. და ერთ დღეს უფრო დაჭკვიანდნენ. წინდაში ჩამსვეს, თან ქვა გამოაბეს და მდინარეში მომისროლეს. მერე წინდა შუაში გავხიე და ზედაპირზე ამოვწურე. ვერავინ ვიპოვე, ვერ ჩემი და-ძმები, ასე რომ გონი ისევ მე ვიხუჭები. That is the saddest funny story I've ever heard. რა ვიცი, თვითონ იდარდონ ის წინდა რომელშიც მაშინ ჩამსვეს. დღესაც ზედმაცვია. მოკლედ, მაგარი ამბავიც გადამხდა და უფასო ზედაც შემრჩა. მოგებული ვარ. ესე იგი მეორე ნაწილიც წარმატებით ჩავწერეთ, თუმცა ჯერ ადრე ამის თქმა, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცით რამდენად წარმატებით ჩავწერეთ. მოდი შევიტანოთ პატარა ჩასწორებები, შევხედოთ, პირზე დავასვათ და ამის მიხედვით გავიგებთ რამდენად ვიყო ჩაღეთ. აბა ვნახოთ. მოკლედ, ხან ყუთში მტოვებდნენ, ხან სანაგვეში. რაც არ უნდა ძალიან ეცადათ, მათ მაინც უპოულობდი. და ერთ დღეს უფრო დაჭკვიანდნენ. წინდაში ჩამსვეს, თან ქვა გამოაბეს და მდინარეში მომისროლეს. მერე წინდა შუაში გავხიე და ზედაპირზე ამოვწურე. ვერავინ ვიპოვე, ვერ ჩემი და-ძმები, ასე რომ გონი ისევ მე ვიხუჭები. That is the saddest funny story I've ever heard. რა ვიცი, თვითონ იდარდონ ის წინდა რომელშიც მაშინ ჩამსვეს. დღესაც ზედმაცვია. მოკლედ, მაგარი ამბავიც გადამხდა და უფასო ზედაც შემრჩა. მოგებული ვარ. კარგი, ეხლა მოდი გავარკვიოთ რამდენად სწორად დავსვით, ანუ მოусმინოთ მხოლოდ ესე იგი პერიტოს ორიგინალი ხმა ამოვიღოთ და ჩავშვათ მთლიანად ჩვენი ხმა. და ვნახოთ რამდენად შეესაბამება თავიდან ბოლომდე გამოსახულება ხმას. შევხედოთ. ჩემი ამბავი? სხვათა შორის ძალიან სასაცილო ამბავია. როცა ლეკვი ვიყავი, მე და ჩემი და-ძმები ერთ ოჯახში ვცხოვრობდით. ამ ოჯახში ყველა მონავარი იყო. დამალობანას თამაშობდით ხოლმე და მე ყოველთვის ვიხუჭებოდი. პატარას მჩაგრავდნენ, ხო ხდებით? მოკლედ, ხან ყუთში მტოვებდნენ, ხან სანაგვეში. რაც არ უნდა ძალიან ეცადათ, მათ მაინც უპოულობდი. და ერთ დღეს უფრო დაჭკვიანდნენ. წინდაში ჩამსვეს, თან ქვა გამოაბეს და მდინარეში მომისროლეს. მერე წინდა შუაში გავხიე და ზედაპირზე ამოვწურე. ვერავინ ვიპოვე, ვერ ჩემი და-ძმები, ასე რომ გონი ისევ მე ვიხუჭები. რა ვიცი, თვითონ იდარდონ ის წინდა რომელშიც მაშინ ჩამსვეს. დღესაც ზედმაცვია. მოკლედ, მაგარი ამბავიც გადამხდა და უფასო ზედაც შემრჩა. მოგებული ვარ. რა ვიცი, მე მგონი საკმაოდ კარგი გამოვიდა და საინტერესო. თავარი ამოცანა რაც იყო, რომ ამ პატარა საყვარელ ძაღლს პერიტოს თავისი სიხალისე და თავისი ბუნებრივობა შეენარჩუნებინა და თავისი სიშტერე შეენარჩუნებინა, მე მგონი ძალიან კარგად გამოგვივიდა. მეგობრებო, დუბლირების მსახიობობა მარტივი პროფესია ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს ისეთი სასწავლებელი, სადაც კონკრეტულად ამ განხრას გვასწავლიან და ჩემი ვიდეოც სწორედ იმას ემსახურება, რომ სწორად გავიგოთ ამ პროფესიის ასპექტები და ვიცოდეთ თუ რა ტექნიკა და სპეციფიკა გვჭირდება სწორად გასახმოვანებლად. წამყვანი როლები, რა თქმა უნდა, აქ არის გამართული მეტყველება და სამსახიობო უნარები. ეს არის ნიჭის, ცოდნის,
გამოცდილებისა და შრომის მოყარეობის ერთობლიობა. დასაწყისისთვის, გექნებათ იმის მოლოდინი, რომ თქვენ ყოველთვის რაღაც მთავარ როლებზე დაგიძახებენ და ეგრევე ვარსკვლავი გახდებით. იქონიეთ მოთმინება და დათანხმდით ნებისმიერ შემოთავაზებას, რაც ამ უნარების განვითარებაში და ასე ვთქვათ, გამოცდილების გაღრმავებაში დაგეხმარება. კარგად უნდა დავიმახსოვროთ ასევე ის, რომ ხმის სილამაზე და ხმის სიკარგე, სინაზე თუ ასე შემდეგ დუბლირებაში მთავარი არასდროს არ არის. პირველი ადგილი ყოველთვის ეკუთვნის ჩვენ სამსახიობო უნარებს და მეტყველებას. არ არსებობს დედამიწის ზურგზე ხმა, რომელიც ამბავს ვერ მოგვიყვება. იმიტომ რომ ყველანაირ ამბავს ყავს თავისი შესაბამისი ხმა. ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ეს major სტუდიები, რომლებიც არიან universal და მოკლედ ვინც ჩამოთვალე, სპეციალურად განზრახ ითხოვენ ჩახრინწულ ხმიან მსახიობს, ხრინწიან მსახიობს, სხვადასხვა დიაპაზონის მქონე მსახიობს, სუსტი ხმის მქონე მსახიობს და მოკლედ ყველანაირ მსახიობს. დაგაბრკოლებთ თქვენი ხმის ტემბრი, დიაპაზონი თუ ასე შემდეგ. მთავარი არის თქვენი სამსახიობო უნარები და შესრულება. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ ამ ინდუსტრიაში, ისევე როგორც ალბათ ყველა პროფესიაში, სხვისი პატივისცემა ჩვენ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. იყავით პუნქტუალურები და პატივი ეცით თქვენს თანამშრომლებს მათ დროს. აუცილებელიც კი გუნდური მუშაობა და შემდეგ უკვე ამ გუნდში დადებითი განწყობის შექმნა. მე ნამდვილად ვერ მოგცემთ იმის პირობას, რომ ყველა პროექტი, ყველა სტუდიაში, ნებისმიერ სტუდიაში ყოველთვის დაალაგებულად და დავარცხნილად ჩაივლის. რა თქმა უნდა, წარმოიქმნება გარკვეული პრობლემები, იქნება ეს ტექსტის პრობლემა, ვიზუალის პრობლემა, შესრულების პრობლემა, ასე შემდეგ. თუ თქვენ იქნებით სწორი და კარგი გუნდი, ყველაფერი აუცილებლად გამოვა. ყველასთვის, ყოველთვის სასურველი და კომფორტული უნდა იყოს თქვენთან მუშაობა. ეს უნდა დაიმახსოვროთ. ასევე ვიდეოს მიწურულს გეტყვით, რომ ძალიან კარგი იქნება თუ როდესაც უკვე ასე ვთქვათ, ჩათვლით, რომ გამოცდილება დააგროვეთ ამ სფეროში, გააქტიუროთ თქვენი სოციალური ქსელები. მე მოქვს მაგალითად YouTube, TikTok, Facebook, Instagram. ყველა ამ პლატფორმაზე ვდებ ჩემს, რამდენადაც საავტორო უფლებების შესაძლებლობას მაძლევს, ყველა ამ პლატფორმაზე ვდებ ვიდეოებს, სადაც ჩანვარ როგორ ვახმოვანებ, სადაც არ ჩანვარ როგორ ვახმოვანებ და მხოლოდ ჩემი ხმა ისმის. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენ დიდი შესაძლებლობა მისცეთ თქვენ თავს, რომ ასევე კომპანიებს უნდა მისცეთ დიდი შესაძლებლობა, რომ გაგიცნონ, დაგაფასონ და უფრო და უფრო მეტი გამოცდილება შეიძინოთ. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ იყოთ მადლიერები. თუ პროფესიასთან ერთად ეს საქმე არის თქვენი გატაცება, მაშინ ძალიან გაგიმართლათ, ჩემსავით. მოკლედ, ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა, რომ ჩემი ძალიან ინტიმური სამუშაო პროცესი დამენახებინა ფართო აუდიტორიისთვის. ვეცადე, რომ ჩემი გამოცდილებისთვის მაქსიმალურად თავი მომეყარა, ყველა ასპექტისთვის და გამეერთიანებინა ამ ერთ ვიდეოში, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან ბევრს აინტერესებს ეს სფერო. ასე რომ, თუ რაღაც გამომრჩა, თუ თქვენ დამატებითი კითხვები გაქვთ, თუ რაღაცაში არ მეთანხმებით, თუ რაღაცაში მეთანხმებით, ძალიან გთხოვთ, დამიწერეთ კომენტარები და ცალკე ვიდეოს მივუძღვნი, ასე ვთქვათ, თქვენს შეკითხვებს. ასე ვთქვათ, Q&A გავაკეთოთ პატარა რა, კითხვებზე პასუხები. და მეც უფრო უკეთ მივხვდები რა გამომრჩა, უფრო უკეთ გავიგებ რა გაინტერესებთ თქვენ და ასე შემდეგ, უფრო დაწვრილებით გიპასუხებთ ყველანაირ კითხვაზე. თუ ჩემი გამოცდილება რამეში დაგეხმარება. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურა. ძალიან გამიხარდა თუ ბოლომდე უყურეთ და ერთი სული მაქვს ამ ვიდეოს კომენტარებს ჩაუჯდე. მოკლედ მადლობა და შევხვდებით მომავალ ვიდეოში.